ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროსაბჭოში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. Წარმომადგენლობა შეშფოთებულია საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლითა და ადამიანის უფლებების მდგომარეობით. განცხადების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ პოლიტიკური ოპოზიციის ორი ლიდერი შეიწყალეს, სხვები დააკავეს და მშვიდობიან მომიტინგეებზე იძალადეს. ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროსაბჭოში ქართული ოცნების ხელისუფლებას ანტიდემოკრატიული კურსის შეცვლისკენ მოუწოდებს. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებას. გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და შესაბამისი პირები პასუხისგებაში მისცეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას. ვიმეორებთ, რომ ფუნქციური სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. მოუწოდებთ საქართველოს უზრუნველყოს, რომ მისმა ენერგიულმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს შეზღუდვების გარეშე მუშაობა და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად ჩაერთოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში. მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს გადაწყვეტილება 7 დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. ჩვენ ასევე მოუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია. წუხართ, რომ საქართველოს დროულად არ მოიწვია უთეოდირის მისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად. ჩვენ ხაზს უსვამთ ევროკავშირის მზადყოფნას, ხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ახლანდელ ქმედებებს. განცხადებას ხელს აწერენ ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.